მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს, რას ფიქრობს დღეს, აი დღევანდელ დღეს, რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. ვნახოთ აბა რა ხდება მის ენერგიებში. პირველ რიგში სანამ გაშლას დავიწყებთ, მოდით ჯერ ვნახოთ იდენტიფიკაცია. სანამ იდენტიფიკაციას ვნახავთ, თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება და გავაგრძელოთ ჩვენი გაშლა. მოკლედ, ვისთვის არის დღევანდელი ეს გაშლა? ვნახოთ არკანის სამყარო, არკანის შეყვარებულები და არკანი თასების მეფე. მოკლედ, არ მიმტყუნა არც ამჯერად ინტუიციამ და ზუსტად ავირჩიე გაშლა. გაშლა კი არა, უბრალოდ დასტა. თასების რაინდი, 4-იანი თასები, არკანი ქურუმი ქალი, არკანი იმპერატორი, 3-იანი პენტაკლები და 5-იანი თასები. ჩემო ძვირფასებო, გაშლა ვისთვისაც არის დღეს შეგვიძლია ვთქვათ ესე, რომ თქვენს შორის არის ძალიან დიდი ემოციური კავშირი, თუმცა ეს კავშირი ამ მომენტისათვის არის დასრულებული. ან გარკვეულწილად ქალის მხრიდან, ანუ ურთიერთობაში წყვილის მხრიდან, აქ იყო გარკვეული ტიპის უკმაყოფილება, აი განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით და ეს უკმაყოფილება აი თითქოს როგორია, იცით, თუ დასრულდა ეს ურთიერთობა, ხო? აი თხლად ბოლომდე დასრულებულიც არ არის, მაგრამ აი მიდის აი ამ ტენდენციისკენ. მოკლედ, ეს მიზეზი ამ ურთიერთობის დასრულებისა არის ქალი. ანუ წყვილში ქალი, ასე რომ ვთქვათ, არის ადამიანი, რომელსაც არ აკმაყოფილებს ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება თქვენ ორს შორის. ვნახოთ კიდე რა ენერგიაა. ვნახოთ აქ მამაკაცი პირდაპირ მოვიდა იმპერატორისა და თასების მეფის სახით. არკანი მეეტლე, ხმლების მეფე და თასების დედოფალი. მოკლედ, კი, ნამდვილად აქ არის გარკვეული ტიპის რაღაცა ემოციური მანძილი, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, ეს ურთიერთობა დასრულებული არ არის. ეს არ არის რაღაცა სიტუაცია, სადაც აი კულმინაციურად გადაწყდა ყველა ეტაპი ადამიანებს შორის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორმა ადამიანმა რაღაც გარკვეულწილად დაშორება გადაწყვიტა ობიექტურ მიზეზთა გამო. ნახოთ ახლა, მოკლედ, რას ფიქრობს, ეს თუ მოგესადაგათ და თუ რეზონირდა თქვენ შემთხვევაში იდენტიფიცირება, ნახოთ რა ხდება ამ ადამიანის ტვინში დღეს რა ხდება. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს? 7-იანი ხმლები, 3-იანი ხმლები, 2-იანი ხმლები. მოკლედ, ფიქრი ნამდვილად გვაქვს და თან საკმაოდ ბევრი და სერიოზული 7-იანი ხმლები, 3-იანი ხმლები და 2-იანი ხმლები. ერთადერთი ფიქრია აქ, რაც არ გვაკლია, შეიძლება ითქვას. არის აქ იმედგაცრუება, არის აქ ტკივილი, თუმცა გარკვეულწილად აქ არის დაზვერვითი მდგომარეობა, აი თითქოს სიტუაცია, როცა ადამიანი ან თუ შეიძლება თქვენ სოციალურ ქსელებს ამოწმებს, ან შეიძლება ერთიანი სანაცნობო წრე გყავთ და იქ კითხულობს და იკვლევს თქვენს ამბებს, ესეც შეიძლება იყოს. კიდე რას ფიქრობს, ვნახოთ, მაგრამ ნაბიჯების გადმოდგმის სიტუაცია ჯერჯერობით არ არის. ვნახოთ აბა კიდე რას ფიქრობს, ისევ მოვიდა ნახეთ არკანის შეყვარებულები. პენტაკლების პაჟი ყავს, არკანი იმპერატრიცა და 6-იანი თასები.
ჩემო ძვირფასებო, კიდე ფიქრობს იმას, რომ შეიძლება სხვა შორის თქვენ საერთო შვილი გყავდეთ, ეგეც არ არის აქ გამორიცხული ამ სიტუაციაში, თუმცა მე აქ შვილზე მეტად ვგრძნობ იმ ენერგიას, რომ რაღაცა ეტაპი უნდა აი დასრულდეს, შეჯამდეს, ასე რომ ვთქვათ, და ეს რომ შეჯამდება, შედეგი აი მერე გამოჩნდება. ეხლა ეს შეიძლება ცოტა გაურკვევლად ჟღერდეს, მაგრამ აი როგორი სიტუაცია იცით, ქართული გამოთქმა რო არის რა, ურემი რო გადაბრუნდებაო, გზა მერე გამოჩნდებაო, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია. ნახეთ, თასების დედოფალი რაღაცა უნდა გადაბრუნდეს, აი რაღაცა უნდა დასრულდეს, შეჯამდეს და მერე დაიწყოს თუ დასაწყებია ახალი გზა. თასების დედოფლად მიგიჩნევთ პირდაპირ, იმიტომ რომ წეღან იდენტიფიკაციაში თასების მეფე მოვიდა. 4-იანი პენტაკლები, ანუ თქვენ მისთვის ხართ ძალიან ძვირფასი ადამიანი, მაგრამ აი როგორც ვამბობ, ჯერჯერობით აქ არის გარკვეული ტიპის დისტანცია, ემოციების, აი რაღაცა თითქოს ორივე თქვენთაგანს გჭირდებათ დრო. ნახოთ აბა კიდე რას ფიქრობს თქვენზე, კი ბატონო, აი ნახეთ, დრო გჭირდებათ თქო და ორი ადამიანის ხელი, ფესვები და რაღაცა იზრდება. აი ესეთი სიტუაციაა, მოკლედ, სამიანი შეიძლება აქ იყოს ენერგია, როცა კი და აქ მიდასტურებენ, რომ ნამდვილად ეგრეა, როცა ეს არის სამკუთხედი ურთიერთობა, ასევე მაგრამ ამ ურთიერთობიდან გამოსავალს თქვენ აუცილებლად იპოვით, ჩემო ძვირფასებო, და მიხვალთ სასურველ შედეგამდე. ანუ ეხლა თქვენ დგახართ არჩევანის წინაშე, როგორ გააგრძელოთ გზა, იქნება ეს ამ ადამიანთან ერთად, ამ ადამიანის გარეშე და გარეშე თუ ერთად, ამ შემთხვევაშიც მაინც ვარიანტებს არჩევთ, როგორ შეიძლება რომ წარმართოთ თქვენი საერთო ან თქვენი პირადი მომავალი. კიდევ ნახოთ აბა რა ხდება, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ძალიან მხიარული, კი ბატონო, ადამიანი, ამავე დროს ნახეთ, ადამიანი, რომელიც ბევრი გამოუცდია ცხოვრებაში, ბევრი უნახავს ცხოვრებაში, ბევრი აუტანია, თუმცა რაღაც დონეზე შეიძლება მიაჩნდეთ მარტოსულ პიროვნებად, რომ მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მიუხედავად ამდენი ტრამვისა, რაც გადალახეთ, მაინც დარჩით აი ის ადამიანად, რომელსაც შეუძლია წვრილმანებში იპოვოს ბედნიერება და არ დაკარგოს ცხოვრებისეული ხალისის გემო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კი რთული სიტუაციები ყველას გქონია ცხოვრებაში, მაგრამ აი ამ რთული სიტუაციებიდან გამოსავალს თქვენ ყოველთვის მეტნაკლებად ნახულობთ. აი ორიანი პენტაკლები მოვიდა აქ, ისევ არჩევანის ენერგია. შემთხვევაში წეღან როგორც გითხარით იდენტიფიკაციაში, ანუ თქვენია მანდილოსნებო, თქვენია გადაწყვეტილება, რას ჩამოაყალიბებთ, როგორ განავითარებთ ამ სიტუაციას, თუმცა ჯერჯერობით წეღანაც როგორც იდენტიფიკაციაში გითხარით, აქ არ ჩანს რაღაცა გარკვეული სერიოზული ძვრები და ნაბიჯები ამ ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით. თასების, უბრალოდ არკანი მზე, ხმლების მეფე და 8-იანი ხმლები. მე ვიტყოდი ჩემო კარგებო, რომ ეს ადამიანიც არანაკლებად ფიქრობს ამ სიტუაციაზე, ეძებს გამოსავალს და ელოდება ალბათ იმ ბედნიერ და საჭირო წუთს თუ წამს, რასაც რის შემდეგაც შეძლებს, რომ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი და გადაწყვეტილება მიიღოს. აი ეს არის მოკლედ დღეს რაც შემიძლია რომ გითხრათ ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრებზე. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თხოვნა მექნება გააზიარეთ, დააკომენტარეთ და ასევე შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებაში. დროებით შევხვდებით უახლოეს მომავალში.